მოდი განვიხილოთ ფორმა 2.1. კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპიის პირველი ინტერვიუს ნიმუში. ამ კონსპექტს შეგიძლიათ მოუბრუნდეთ ყოველთვის. იგი გამოადგება როგორც ფსიქოლოგიის სტუდენტებს, ასევე პროფესიონალ ფსიქოლოგებსაც. დავიწყოთ. პირველ რიგში სახელი და თარიღი. ინტერვიუს დაწყებამდე განიხილეთ შეფასების თანხმობა, კონფიდენციალობის შეზღუდვები, შეფასების მიზანი, ანგარიშების სისტემა და შეფასებისა და დაკვირვების სწავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მიიღეთ თანხმობა, აღნიშნეთ, რომ ინტერვიუს პროცესში თქვენ ჩანაწერებს გააკეთებთ. შემდეგ მოდის ზოგადი ინფორმაცია, ასაკი და დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა, მარტო ხელას შემთხვევაში, როდის იყო ბოლო ურთიერთობაში, ბოლო ხანგრძლივ ურთიერთობაში. შემდეგ ვეკითხებით, გყავთ თუ არა შვილები. თუ კლინს ყავს შვილები, ამ შემთხვევაში მათი სახელები და ასაკი. მესამე, ვეკითხებით შემიძლია საცხოვრებელი პირობები, ვისთან ერთად ცხოვრობთ, რა სახის საცხოვრებელი გაქვთ. შეეცადეთ აღწეროთ. როგორ უზრუნველყოფთ ამჟამად თავს, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო. მოკლედ მოაყოლეთ დასაქმების ისტორია. როგორია თქვენი განათლების დონე, რა ეტაპი დაახურეთ და როდის, მომართვის მიზეზი, ანუ რისთვის მოგმართავს თერაპევტს და არსებული პრობლემების აღწერა. რა სიტუაციაში ჩნდება პრობლემები? გააკეთეთ დეტალური ჩამონათვალი, რა სიტუაციებს არიდებთ თავს პრობლემების გამო. ფუნქციონირების ამჟამინდელი დონე, სადაც 1 საუკეთესოს ნიშნავს 10 ყველაზე ცუდს. პრობლემის ზეგავლენა ფუნქციონირების ამჟამინდელ დონეზე, 0-დან 100%-მდე. 100%-მდე თქვენი ცხოვრების რომელ სფეროებზე აისახება პრობლემა ყველაზე მეტად, მაგალითად სკოლა, სამსახური, მეგობრები, ოჯახი და ასე შემდეგ. და ყველაზე ნაკლებად. რის გაკეთება გიჭირთ ყველაზე მეტად პრობლემის ან პრობლემების გამო. როგორია თქვენი ტიპიური რეაქცია, როდესაც ამ პრობლემის ან პრობლემების წინაშე დგებით. ფიზიკური რეაქციები. გაქვთ თუ რა პანიკური შეტევები, ემოციური რეაქციები, რა ფიქრები გაქვთ სიტუაციამდე, სიტუაციის დროს და მის შემდეგ. უმთავრესი კითხვებია, როგორ გონიათ, რა მოხდება თუ აზრების იდენტიფიცირებისთვის. სასარგებლო გქონდეს კონკრეტული მაგალითები ან სურათები. შემდეგ ვეკითხებით, რას აკეთებთ ჩვეულებრივ, როდესაც ასეთი რამ ხდება. შეამჩნიეთ ისეთი რეაქციების რაიმე შაბლონი, მაგალითად, რამდენჯერ უმჯობესდება ან უარესდება დღეში, რამდენჯერ კვირაში, რამდენი დღე, ან სეზონურად. კიდევ რა ფაქტორები მოქმედებს იმაზე, თუ რას გრძნობთ თქვენ ამ სიტუაციაში, მაგალითად, რა გეხმარებათ თქვენი აზრით პრობლემის ან პრობლემების შემცირებაში. შეიძლება დაიყოს ნეგატიური და პოზიტიური გამკლავება, მედიკამენტების გამოყენება, წინა თერაპიაში ნასწავლის სტრატეგიები, თვითდახმარების მეთოდები. უნდა გამოვკითხოთ კლიენტს ყველაფერი. არის რაიმე გზები, რომლის გამოყენებითაც ცდილობთ საკუთარი თავის დაცვას, როდესაც პრობლემები გაქვთ. არის რაიმე პატარა დეტალები, რომელიც თქვენ გეხმარებათ სიტუაციებთან გამკლავებაში. მაგალითად, წინასწარ მომზადება მედიკამენტის მიღება, სხვა ადამიანებზე მინდობა, სიტუაციის რაიმე კონკრეტული ასპექტისთვის თავის არიდება. შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ რაიმე უნარჩვევა, რომლის განვითარება დაგეხმარებოდათ პრობლემის ან პრობლემების შემცირებაში, მაგალითად, კარგი სოციალური უნარები, კონფლიქტების გადაჭრა, მუშაობის უნარჩვევები. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, არის ამჟამად თქვენ ცხოვრებაში სტრესის კიდევ რაიმე გამომწვევი ფაქტორი და თუ კი, მაშინ რა არის ეს? როგორ აღწერდით თქვენს ამჟამინდელ განწყობას სკალაზე 1-დან 10-მდე, სადაც 1 ყველაზე ცუდია, 10 ყველაზე კარგი. თუ კი თავს დეპრესიულად გრძნობთ, რამდენი ხანი გრძელდება ეს როგორც წესი? დაკარგეთ თუ არა ინტერესი იმის მიმართ, რაც ადრე გაინტერესებდათ. რას გრძნობთ მომავალთან მიმართებაში? როგორი ძილი გაქვთ ბოლო პერიოდში, როგორია მადა? გიფიქრიათ ოდესმე საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე. აქ დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ თვითმკვლელობაზე მიმართულ ქცევასა და თვითდაზიანებას შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსხვავება. თუ პასუხი დადებითია, როდის და რა სიხშირით, რა გზით, ან რა მეთოდით გახორციელებიათ ასეთი მცდელობა. გამოვითხოვოთ ოჯახის და ოჯახში სუიციდის ისტორიები. რა გაკავებთ თვითდაზიანებისგან? ჩაგიტარებიათ თუ არა მკურნალობა დეპრესიის გამო, თუ დიახ, როდის და რამდენად ეფექტური იყო ეს მკურნალობა. გაქვთ თუ არა რაიმე სხვა სახის ფსიქოლოგიური სირთულე. ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობა. რაიმე გაწუხებთ, რა მედიკამენტებს იღებთ, სახეობა და დოზა, ყველაფერს ვიწერთ. გაქვთ თუ არა ამჟამად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის, მათ შორის კოფეინის მოხმარების პრობლემა. გონიათ თუ არა წარსულში ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა და გიმკურნალიათ თუ არა წარსულში ამ მიმართულებით.
ხარ თუ არა ამჟამად ჩართული სათემო პროგრამებში ან მოხალისეობრივ სამუშაოში? რისი გაკეთება გიყვართ თავისუფალ დროს? ამჟამინდელი პრობლემების ისტორია როდის დაიწყო? გადავდივართ ამჟამინდელი პრობლემების ისტორიაზე. როდის დაიწყო პრობლემები? გახსოვთ კონკრეტული შემთხვევა, რომელმაც თქვენი აზრით პრობლემა გამოიწვია? როგორი იყო ბავშვობასა და მოზარდობაში? გახსენდებათ რაიმე სახის პრობლემები განვითარებაში? როგორი იყო თქვენი სკოლის და ოჯახის გამოცდილება ზრდასთან ერთად? გქონიათ თუ არა რაიმე ოჯახური პრობლემა ზრდასთან ერთად? ხომ არ ყოფილა ძალადობის შემთხვევები? წარსულში ოდესმე მიგიმართათ დახმარებისთვის ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრული პრობლემების გამო? არის ვინმე თქვენს ოჯახში შფოთვითი დარღვევების, დეპრესიის, ნივთიერებებზე დამოკიდებულების ან სხვა მსგავსი პრობლემებით? არის თუ არა თქვენს ოჯახში ვინმე, ვისაც თქვენი აზრით მსგავსი პრობლემები აქვს? არის ოჯახში რაიმე ფსიქიატრული ინფორმაცია? ვეკითხებით და ამ ყველაფერს ვიწერთ. საიდან არის წარმოშობით თქვენი ოჯახი? დაგვისახეთ თქვენი მშობლების და და-ძმის სახელები, რამდენი წლის არიან ისინი და სად ცხოვრობენ? ოჯახის წევრებიდან ვინ არის თქვენთვის ყველაზე ახლობელი და ნაკლებად ახლობელი? ვის მიმართავთ დახმარებისთვის? ვის მიმართავთ კრიზისის ან გადაუდებელ შემთხვევაში? ხომ არ გამომრჩა რამე, ვეკითხებით ამასაც. გამოიყენეთ 3 ან 4 ზედსართავი თქვენი, როგორც პიროვნების დასახასიათებლად, მათ შორის ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ კლიენტს არ შეუძლია საკუთარი თავის აღწერა, კითხეთ მისი ნაცნობებიდან, ვის შეუძლია ყველაზე კარგად მისი დახასიათება. ზოგადად რა იმედები და მიზნები გაქვთ აქ ყოფნასთან დაკავშირებით? რა არის ის ერთი ან ორი რამ, რის შეცვლასაც ისურვებდით ჩვენს მიერ განხილულ პრობლემასთან დაკავშირებით? თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე კითხვა? ამით ვასრულებთ და განვომარტავთ კლიენტს, რა მოხდება შემდეგ. კლიენტის რეაქციები სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. სასარგებლოა ამ რეაქციებს შორის დიფერენცირება, აფექტი, ანუ გრძნობები ან ემოციები და ფიზიოლოგიური რეაქციები, ფიქრები, აზრები, წარმოსახვეთი ხატები და ქცევები, ანუ ქმედება ან ქმედების ტენდენცია. ერთი მხრივ კლიენტების უმეტესობას შეუძლია გრძნობების, ფიქრებისა და ქმედებების დიფერენცირება და ამ განსხვავებებს მიჰყავთ ისინი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მოდელისაკენ. მეორეს მხრივ, შეფასების ამ სამ სფეროში, სადაც კლიენტებს შედარებით ადვილად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების და იმის შემჩნევა, რასაც ისინი აკეთებენ ან არ აკეთებენ, შეიძლება მათთვის უფრო რთული იყოს საკუთარი აზრების დაჭერა. ასეთ შემთხვევაში სასარგებლო იქნება თუ კლიენტებს დავეხმარებით კონკრეტული ბოლო დროს მომხდარი რთული სიტუაციის იდენტიფიცირებაში, დავეხმარებით პროცესის შენელებასა და ამ სამ სფეროში საკუთარი რეაქციებისთვის ყურადღების მიქცევაში. ასევე შეფასების ინტერვიუს დროს შესაძლებელია ჰიპოთეტური სიტუაციების ჩამოყალიბება, რათა დავინახოთ შეუძლია თუ არა კლიენტს წარმოსახვის გამოყენება და მისი მხრიდან შესაძლო რეაქციების გააზრება. ზოგიერთ კლიენტს თავიდან უჭირს ფიქრების გრძნობებისაგან დიფერენცირება. კლიენტებს, რომელთაც ემოციების ამსახველი ლექსიკონი შეზღუდული აქვთ, ეხმარება ინსტრუქციები, თუ როგორ ისაუბრონ გრძნობებთან დაკავშირებით, ან გრძნობების ამსახველი სიტყვების ჩამონათვალი, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ ფიქრებისა და გრძნობების ერთმანეთისაგან გასარჩევად. პირველ ინტერვიუზე კლიენტისთვის ამგვარი დახმარების გაწევით თერაპევტს მიჰყავს ის თერაპიაში გამოყენებული მოდელისაკენ. თავის არიდების პატერნები გამკლავება შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგალითად, როგორიცაა პრობლემურ სიტუაციასთან პირისპირ დგომა ან პრობლემის შესახებ ვინმესთან საუბარი. ასევე შეიძლება იყოს ნეგატიური, როგორიცაა კონკრეტული სიტუაციებისთვის თავის არიდების ან სიტუაციასთან გამკლავების მიზნით მავნე ნივთიერებების მიღება, მაგალითად ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. თავის არიდების მიდგომის პატერნების შეფასება გულისხმობს იმის გააზრებას, როგორ ახერხებენ კლიენტები საკუთარი სიმპტომებისა და პრობლემების მართვას. მაგალითად, შეშფოთებულმა კლიენტმა შეიძლება თავი აარიდოს შფოთვას იმ სიტუაციებიდან ჩამოშორებით, რომელშიც მას უკვე გამოუცდია შფოთვა. თავის არიდების მაგალითები შეიძლება იყოს ზედმიწევნით პასიური ან შფოთვის დროს კონფლიქტის არიდებაზე მიმართული, დეპრესიის დროს ხალხისაგან იზოლირება ან პრობლემური სიტუაციებიდან თავის არიდება, დაბალი თვითეფექტურობის დროს. თავის არიდება ასევე შეიძლება გამოიხატოს უსაფრთხოებაზე მიმართულ ქცევებში, მაგალითად, ქმედება საკუთარი უსაფრთხოებისთვის, უარყოფითი ემოციებისგან თავის არიდება, აღელვებისგან საკუთარი თავის დაცვა, სტიმულირების მინიმუმამდე დაყვანით ან საფრთხის შემცველი სიტუაციის კომპულსიური შემოწმებით. აღნიშნული პატერნები უნიკალურია როგორც კლიენტის, ასევე თვითონ თავის არიდების თვალსაზრისით. მათი შეფასება კლიენტის მხრიდან მოითხოვს მგრძნობელობას, გაცნობიერებას და გულდასმით გამოკითხვას.
უნარჩვევების დეფიციტი, ცოდნის ნაკლებობა, ან პრობლემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. უნარჩვევების დეფიციტი ან ცოდნის ნაკლებობა ყველა კლიენტისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა თუ კი აღმოჩნდება, რომ კლიენტს უნარჩვევების დეფიციტი ან ცოდნის ნაკლებობა აქვს, მნიშვნელოვანი ერთმანეთისაგან გავარჩიოთ კლიენტის მიერ გამოხატული დისტრესისაგან. მაგალითად, შეიძლება ისე გამოჩნდეს, რომ დეპრესიულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ კლიენტს ნაკლებად აქვს განვითარებული სოციალური უნარჩვევები, მაგრამ მისი ცუდი განწყობა და შფოთვით გამოხატული თავის არიდების რეაქციები შეიძლება მის ადეკვატურ უნარჩვევებს ფარავდეს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ზოგიერთი თვალსაჩინო დეფიციტი შეიძლება ფსიქოლოგიური ხასიათის არ იყოს. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენგანი მკურნალობდა სიმაღლის ფობიის მქონე პაციენტს, რომლის საქმიანობა გულისხმობდა წყლის ფართო სივრცეებზე ხედების მშენებლობას. შფოთვის სხვადასხვა სიმპტომებთან ერთად იგი თავის ხვევასაც განიცდიდა, თუმცა მხედველობის შეფასებამ გამოავლინა, რომ კლიენტს საერთოდ არ ჰქონდა სიღრმის აღქმა და მისი ფობია პრაქტიკულად მისი მხედველობის პრობლემის საფასუხოდ აღმოცენდა. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ის უსაფრთხოდ ვერ იხსნობდა თავს ხიდზე მუშაობისას. ფობიის დაძლევის ნაცვლად საჭირო იყო მის დამსაქმებელთან საუბარი სამუშაო ადგილზე რისკის შემცირებასთან დაკავშირებით. და ბოლოს ზოგიერთ კლიენტს აქვს უნარჩვევების დეფიციტი ან ცოდნის ნაკლებობა. ჩვენი გამოცდილებით ამ კლიენტების უმეტესობა გამოსულია სოციალურად და ემოციურად ან ინტელექტუალურად მოწყვლადი ოჯახიდან, მაგალითად, დაბალი თვითშეფასებისა და ძალადობის ისტორიის მქონე კლიენტს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს ინფორმაცია სოციალური ურთიერთობების შესახებ, ან იმასთან დაკავშირებით რა არის ნორმალური და არანორმალური. ასეთ შემთხვევაში პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს მკურნალობის გეგმაში საგანმანათლებლო და უნარჩვევების გავარჯიშების ელემენტების შეტანა. ბოლოს და ბოლოს იმისთვის, რომ ავტომობილის ტარების ფობიის მქონე კლიენტმა უსაფრთხოდ ატაროს ავტომობილი. მან უნდა ისწავლოს ავტომობილის მართვა მიუხედავად იმისა, ეშინია თუ არა მას ამის. აწმყო ამჟამინდელ სიტუაციაში არსებული სოციალური მხარდაჭერა, ოჯახის დამოკიდებულება, ინტერპერსონალური ან სექსუალური პრობლემები. კარგადაა ცნობილი, რომ თუ კი ადეკვატური სოციალური მხარდაჭერით შესაძლებელია პრობლემის შერბილება, ოჯახის არსებობას, ინტერპერსონალურ ან სექსუალური ხასიათის პრობლემებს პირიქით შეუძლია მათი გამწვავება. შეფასების ამ სფეროში, ისევე როგორც სხვა სფეროებთან მიმართებაში, ჩვენს მიზანს წარმოადგენს მასთან გამკლავება და ამიტომ ფუნქციონირების იმ სფეროში კითხვები დასმული უნდა იქნას ღიად. კითხვები, რომელიც უნდა დაისვას შეიძლება იყოს. ვის მიმართავთ სერიოზული პრობლემების შემთხვევაში? ვინ არის თქვენი უახლოესი ოჯახის წევრი? რამდენად დიდ დროს ატარებთ, მაგალითად სალომესთან? რამდენად ხშირად ესაუბრებით, მაგალითად ელენეს? არის თუ არა ვინმე, ვისთანაც ხშირად გამათობთ? ან გაწუხებთ თუ არა რაიმე სექსთან დაკავშირებით? სხვა არსებული პრობლემები. მიუხედავად წარმოდგენილი პრობლემებისა, ყოველთვის კარგ იდეად ითვლება კითხვის დასმა ზოგიერთ ზოგად პრობლემასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ იშვიათია, როდესაც ასეთი პრობლემების არსებობის დროს მასზე არ საუბრობენ. ზოგჯერ კლიენტები არ უკავშირებენ აწყო პრობლემას მათ ცხოვრებაში მიმდინარე სხვა მოვლენებს. შეფასებისთვის შესაძლო სამიზნე ფაქტორებს წარმოადგენენ ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, უიმედობა და სუიციდის რისკი. თუ კი პიროვნება ცხოვრობს რაიმე საერთო საცხოვრებლის ტიპის საცხოვრებელში, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ოჯახური ძალადობის თემა უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე განხილულ უნდა იქნას სამედიცინო მდგომარეობა, განსაკუთრებით ქრონიკული ან მუდმივი დაავადებები. ასევე ნივთიერებებზე დამოკიდებულების ან მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლად შეფასებული უნდა იქნას ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება. მათ შორის ის ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც რეცეპტით გაიცემა და ისინიც, რომელთა ყიდვა რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. და ბოლოს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა ფინანსური და იურიდიული სირთულეები. პრობლემების წარმოქმნა და მათი მიმდინარეობა იმ შესაძლო პრობლემათა ფართო სპექტრის ჩამოყალიბების შემდეგ, რომელსაც კლიენტი განიცდის, სწორი იქნება ამ პრობლემებთან დაკავშირებული დროითი შკალის შედგენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივ არ ღირს დროის დათმობა ყველა პრობლემის დეტალურად დროში გაწერაზე, მაგრამ ნამდვილად ფასეულია ძირითადი პრობლემების დროში აღმოცენების და მიმდინარეობის განსაზღვრა. ჩვენ ვცდილობთ განსაზღვროთ აღმოჩნდა თუ არა რომელიმე დისკრეტული მოვლენა სიმპტომების გამომწვევი ტრიგერი. კლიენტის ცოდნის შესაფასებლად სასარგებლო კითხვები შეიძლება იყოს. რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ეს პრობლემა გაჩნდა? ხომ არ აკავშირებთ ერთმანეთთან ამ მოვლენებსა და თქვენს პრობლემებს? როგორ ფიქრობთ, რატომ წარმოიშვა პრობლემა?
კლიენტების პასუხები გვეხმარებიან იმის განსაზღვრაში აღვთ თუ არა მათ უკვე ჩამოყალიბებული გარკვეული თეორია, რამდენად ხელშემწყობია ეს უკანასკნელი მოდელი კოგნიტური ბიჰევიორული ინტერპრეტაციებისთვის, რადგან ბევრ კლიენტს გაგონილი აქვს, რომ მაგალითად მათი დეპრესიის სიმპტომები გამოწვეულია ბიოქიმიური დისბალანსით. შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მხრიდან მუშაობის რეორიენტაცია. მეორე მხრივ, თუ კი კლიენტებს უკვე აქვთ ელემენტარული წარმოდგენა, რომ მათი პრობლემები არის გარკვეული პიროვნული დაუცველობისა და ცხოვრებისეული სტრესების შედეგი, მაშინ შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენება, რათა აქცენტირება გააკეთოთ იმაზე, რამდენად თავსებადია აზროვნების ეს გზა თერაპიის ფარგლებში თქვენს მუშაობასთან. მკურნალობის ისტორია, მათ შორის პრობლემების თვითმართვის, წარსულში მცდელობები და მკურნალობა, როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე ფსიქოთერაპიული ცოდნა პრობლემების შესახებ და რეაგირება მკურნალობაზე. სასარგებლო ინფორმაციის მისაღები კითხვებია, რამდენად ხშირად გადიოდა კლიენტი მკურნალობას, მკურნალობის ტიპი და სავარაუდო ადეკვატურობა, ვინ იყო ან არის სერვისის მიმწოდებელი. ზოგჯერ მკურნალობის კოორდინირებისთვის აუცილებელია სხვა თერაპევტებთან კომუნიკაცია. ძალიან სასარგებლოა შეფასებული იქნას პრობლემასთან გამკლავების თავად კლიენტის მცდელობები. ეს უკანასკნელი გვაძლევს ინფორმაციას კლიენტის პრობლემის მოდელის შესახებ. ასევე, რამდენად შეუძლია კლიენტს მიიღოს და განახორციელოს გადაწყვეტილება, განსაზღვროს და იყოს თანმიმდევრული პრობლემის გადაჭრაში. როგორ გაუმკლავდა ის ამ სტრატეგიების წარუმატებლობას. ფორმა 2.1-ში წარმოდგენილია სტრუქტურირებული ინტერვიუს ნიმუში, კონკრეტული თანმიმდევრობითა და შესაძლო კითხვებით. ინტერვიუ შეიძლება ადვილად იქნას ადაპტირებული სხვადასხვა საქმიანობისთვის ან სხვადასხვა პოპულაციებთან გამოსაყენებლად. კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება დამატებულ იქნას სპეციფიკური კითხვები. ინტერვიუს მიზანი არ არის დიაგნოსტიკური შეფასების ჩანაცვლება, მაგრამ ის შეიძლება საკმარისი იყოს სხვადასხვა კოგნიტური ბიჰევიორული პრაქტიკებისთვის, სადაც არ არის საჭირო და სასარგებლო დეტალური და ზუსტი დიაგნოზის დადგენა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია დამატებითი კითხვების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თქვენს პრაქტიკაში ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს შემუშავებისთვის. თქვენი პრაქტიკისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს 1 ან 2 სტრუქტურირებული ინტერვიუს შეძენა. შემდეგ მათი ადაპტირება პრობლემებთან მიმართებაში, რომელიც კლიენტებთან მუშაობაში გვხდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადაპტირების შემდეგ კლებულობს ინტერვიუს სანდოობა და ვალიდობა, შედეგად იღებთ უფრო სრულ და კლინიკურად შესატყვის შეფასებას, ვიდრე არასტრუქტურირებული ინტერვიუს შემთხვევაში. ჩვეულებრივ შედეგია ასევე უფრო პრაქტიკულია და მოკლე, ვიდრე სხვა სრული ვარიანტის შემთხვევაში ვიღებთ, რაც აადვილებს მის გამოყენებას. სკრინინგის მიზნით ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მინის. ჩვენ ასევე რეკომენდაციას გიწევთ იქონიოთ ფორმა 2.1-ში წარმოდგენილი ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს ექსემპლარები, რომლებიც თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება პირველადი ინტერვიუს ჩატარების დროს. თუ კი ხვდებით მსგავსი პრობლემების მქონე ბევრ კლიენტს, შესაძლებელია ამ ინტერვიუს ადაპტირება თქვენი საჭიროებებისთვის, სადაც ჩამოთვლილი იქნება ის სიტუაციები, რომელშიც ჩვეულებრივ თქვენი კლიენტები ხვდებიან.